მოგესალმებით და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, როგორც წინა ჯერზე თუ არ ვცდები, რომ ძალიან მადლიერი ვარ ასეთ დროს ჩემი პროფესიის და იმ საქმიანობის, რომელსაც უკვე ეწევი, ვიცი, 2 ათეული წელია და რა მიზეზია დღეს ამის. ჩემი სტუმარია ანდრო დგებუაძე. და ელოდეთ, მოусმინეთ და შეისმინეთ პროექციაში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მოგესალმები ანდრო. სალამი ზვია და მადლობა რომ შენი სტუმარი ვარ. მე გადავავლე თვალის შენს გადაცემებს და ისეთი მარგალიტი და ოქრო ხალხი ყავდა რომ მე რამ მესაქმება მეთქი მაქსიაში მეთქი, მაგრამ ჭიუტი კაცი ხარ და დამითანხმ. ძალიან დიდი მადლობა პირიქით შენ რომ დამთანხმდი ამ გაგანია ზაფხულში. და მეორედ ხარ პრაქტიკულად ჩემთან გადაცემაში სტუმრად. მეორედ ხარ, მართალი ხარ. დიდი ხანი კი გავიდა იმის. პირველად ჩავწერეთ კავკასიის უნივერსიტეტში. კავკასიის უნივერსიტეტში. ერთთან ხომ. როგორ ხარ? არ ვიცი, ალბათ კარგად. სანთულია, მისთვის გაჩნია რა საზომით ზომალობას, ხო? კარგად ხო? მე სულ იმას ვქადაგებ, რომ ადამიანს უნდა რომ იყოს ბედნიერი, უნდა ადგეს და იყოს ბედნიერი და ეხლა. ეგ ნიშნავს, რომ არის ზომები გარედან. შინაგანად კარგად. ანდრო, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც გისმენენ შენ? მასზე ბევრი მისმენს, ალბათ ყველა. არც კი ვიცი როგორ გამოყო, მაგრამ ის ვინც მისმენს და შემდეგ მიაქვს რამე ჩემგან. ეგ ხალხი ჩემი მეგობრები არიან. ანუ შეიძლება არც ვიცნობდე, მაგრამ მე დიდად ვაფასებ ამ ხალხს, იმიტომ რომ რომ მევლაპარაკობ ისეთ თემებზე, რომ ეს თემა თუ გაინტერესებს, უკვე ნიშნავს, რომ შენ მოგიცლია სარკეში ჩასახედად. მე მარტო ერთ თემას ვაპარაკობ, ეს არის აი გამაგებინე ვინა ვარ და მაწერია კიდევაც მაისოს. მე მისმენს ადამიანი, ვისაც აინტერესებს გაიგოს ვინ არის. ნუ ახლა შეიძლება იმის კიდევ მოყოლილი ვიღაცა მეგობრებიც მისმენენ, რომელსაც ეს კითხვა თავისთავად არ აქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაუშვათ, რომ ადამიანი, რომელსაც აინტერესებს თვით შემეცნება. თავიდან როდესაც დაიწყე ეს საქმიანობა, შეიძლება ახლა ასეთი სტატისტიკა ძალიან რთულია, მაგრამ რას ფიქრობ, აი თვით შემეცნების მსურველი ადამიანების რაოდენობაში როგორ ვართ? გაჩნდა ეს კულტურა, რომ ადამიანმა დაიწყენ საკუთარ თავთან კითხვების დასმები და უფრო დაინტერესება იმით, თუ რა ხდება მათში. იცი, ესე სტატისტიკა გამიჭირდება გითხრა, მაგრამ აი აბრამ მასლოს ძალიან ცნობილი პირამიდა რო არის, იქ თვითონ აქვს, რომ აი ძალიან ზედა სამკუთხედი არის, ამ პირამიდის ზედა სამკუთხედი. ბუნებრივია ეს ნიშნავს, რომ რაოდენობრივად ყველაზე ცოტა არის სეგმენტი. ადამიანები, რომლებიც არ ვიცი, გაივლიან წარმატებას, გაივლიან პოპულარულობას, გაივლიან გადარჩენის ინსტინქტებს ყველაფერს და შემდეგ ეგზისტენციალურ კითხვას ასვავენ. ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ვისი ცხოვრებით ვცხოვრობ და მე იტყვიან, რომ ერთი გამარკვევინა მე ვინა ვარ, რომ უკვე ცნობიერად დავიწყო ცხოვრება. ცოტა ესეთი ადამიანები. ესეთი ადამიანები არც არის გათვლილი, რომ ბევრნი იყვნენ. მაგრამ მე ვიტყვი, რომ ვერავინ ვერ აცდება იმას, რომ საბოლოო ჯამში ჩაიხედო სარკეში. ფიქრობ, რომ ვერ აცდება? ფიქრობ, რომ ვერ აცდება. შეიძლება ამ ცხოვრებაში აცდე, მაგრამ საბოლოო გაღმრთობამდე ვერ აცდე. 60-ში ვერ შეხვალ ისეთ სანამ არ ჩაიხედავ საკუთარ თავში. რა მნიშვნელობას ატარებს შენთვის აღზრდას? და რას ფიქრობ, ჩვენ რა აღზრდაში ვართ? რა აღზრდაში აღმოჩნდით საერთოდ? მე გამოვყოფ ტვინში ორ რამეს. არის აკადემია და არის ოჯახი. ნუ ყურში მაქვს დედაჩემის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ აი იმ ადამიანს ეთყობა, რომ ოჯახშია გაზრდი. მე მაშინ ვეჭქვებოდი ხოლმე დედაჩემს, რანაირი ტერმინებს ვიყენებ მეთქი, მაგრამ დღეს სადათი ვეთანხმებ. იმიტომ რომ მე თვითონ ვხედავ ეგეთ რაღაცას, რომ უამრავ რაღაცას ისწავლი, მაგრამ თითქოს და არის რაღაცა, რასაც ან ძალიან ძნელად ისწავლი, ან ის უნდა მოგდევდეს. აი იმ აღზრდელობის იმ ნაწილით, რომელსაც ქვია პირობითად ოჯახი. ფიქრობ, აღზრდის შედეგად გამოწვეული ჰუმანიზმი, ალბათ, რომელიც არის თავისთავად რაღაც ერთგვარი ქიმიის მატარებელი და ეხლა შენ გახვედი დამყარში. ჰუმანიზმი ეს არის უკვე მაღალი წერტილი, როდესაც ადამიანი თავისი აზრით, თავისი გზნობით, თავისი ქმედებით, ამის ურთიერთქმედებით გადის მორალურ
არჩევანზე. რომ დედა ხომ ამას გულისხმობდა რეალურად, როდესაც ოჯახის ოჯახში აღზრდილი ეთყობა რომ ოჯახში აღზრდილი. ცალსახად დედა ჩემი გულისხმობდა არა მარტო ჰუმანის მანერებსაც კი გულისხმობდა. მე ამის წინააღმდეგ მაქსერიიდან არის მანერების. ოღონდ ეხლა მაშინ არა. იმიტომ რომ მაშინ მე ვაპროტესტებდი რომ მანერა შეიძლება იყოს ასეთი ისეთი და უფრო თავისუფლად უყურებდი ამას. მე ჰორმონალური ბალანსის თემაც არის, ისე ბავშვობაში შეიძლება ეს ნაკლებად გიზიდავდეს კი. ხო, მე ექსპერტად ვერ გამოვდგები ხა რომ რაღაცა ჭკვიანური ვთქვა მაგასთან მიმართებაში, მაგრამ ფაქტია რომ დღეს ვამბობ რომ არის რაღაცა ელემენტი რაც როგორც მანერა უნდა დაყვებოდეს, რომელიც ამბობს რომ მეორე ადამიანს მე უყურებ ცოტათი ამაღლებულად. პატივისცემით და ამ პატივისცემაში მე ორიენტირებული ვარ რანაირად გამოვხატო ეს პატივისცემა. ანუ ნიშნავს რომ მანერები მე მაქვს ამის. და დღეს ცოტათი ამის დევალვაციას ვხედავ. ბრძოლები შინაგანი როგორ გადაგაქვს ხოლმე ანდრო? ძალიან საინტერესოა. იმიტომ რომ როდესაც ახლა გისმენ, უცებ დამაინტერესა როგორი იყავი თინეიჯერობის ასაკში მაგალითად. მე არ ვიცი, ახლა გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხი. იცი რა არის ბრძოლამდე თუ მივიდა საქმე, ესე იგი მე კაი დიდი ხანი ვატყუებდი ჩემ თავს. ამიტომ ეს ბრძოლას შენ თუ მკითხავ ბრძოლას როგორ უმკლავდები, მე ვამბობ რომ ბრძოლას დავანაწევრებ 365 მიკრობრძოლად, რომელიც გვერდიდან რო შეხედავ აღარც იქნება ეს ბრძოლა. ეს უბრალოდ იქნება რაღაცა ღრმა, მწვეტიანი საკითხი. და აი ამ თითო საკითხზე წელიწადის განმავლობაში ყოველ დღე დავუთმობ რაღაცა ფიქს. მე მიყვარს, როდესაც პრობლემას ვშლი ნაწილები. და მე ვამბობ კიდევაც რომ აი თუ რაღაცა ადამიანი ამას არ გამომდის, დაშალეს 360 ნაწილად და მე თითოეული გამოგივა. ანალოგიურად თუ რაღაცას ბრძოლა, ბრძოლამდე მიდის საქმე, როდესაც უკვე დაიძაბა სიტუაცია, ხო, ომია და ბრძოლა. მაგრამ მე ვცდილობ რომ მტერი გავიგო მანამდე სანამ ბრძოლაში შევა. მტერიც არის და მტერიც შეიძლება ვიღაცა ისეთი იყოს, ახირებული იყოს, რომ იმისი ფუნქცია იყოს მტრობა. მაგრამ როგორც წესი მასე არ არის. როგორც წესი აზრები ეჯახება ერთმანეთს და მტრობაში შევდივართ, იმიტომ რომ ვერ ვუგებთ და არც გვინდა რომ გავიგოთ. აქედან გამომდინარე მე ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ თუ სურვილი გაქვს, რომ მეორე მხარე გაიგო, ბრძოლამდე არ მივასა. როდესაც გისმენს ადამიანი, თუ მას ეს პროცესია სიამოვნა და რასაც ამბობ ეს სიამოვნა, ესე იგი უკვე ნაწილობრივ ხედავს შველას. ჩემს წინ არის უამრავი რაოდენობა ადამიანი, რომელიც ამ პრობლემით მოდის, ამ მიმართულების კითხვებს მისმევს და შემდეგ უბრალოდ მწერს კიდევაც ამას. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მე არა ვარ თერაპევტი და ჩემგან იქნება სრულიად არაპროფესიონალური, რომ მე რაღაცა სერიოზული პასუხი გავცე სუფთა სამედიცინო მხრივ. მაგრამ მე ფილოსოფიაში შეყვარებული ადამიანი ვარ. მე შემიძლია ფილოსოფიურად ანალიზი ვაკეთო ამისი, თუ ჩემ მეცნიერებაში შეყვარებული ადამიანი ვარ და მაგას ვხედავ, რომ კი, რა თქმა უნდა, ჩემს წინ არის ადამიანები, რომელიც ფილოსოფიიდან მოდის, რომელსაც ასეთი აზრობრივად მთელი რაღაცა კოსმოგონიის ჩამოყალიბება უნდა და ბევრი კითხვები აქვს ეს ხალხი მიყვარს, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს სიღრმეზე, უკვე ის ჩემი მეგობარი ამას ხმამაღლა ვაცხადებ. მაგრამ არის ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც პრობლემით მოდის. რამ გამოიწვია ეს არ ვიცი. 1050 მიზეზი არის ამის უკან. პირველი მიზეზი რა არის? პირველი მიზეზი არის ის, რომ ჩვენ რას ვეძებთ არ ვიცით და უმეტესწილად ჩვენ გონია რომ ვეძებთ წარმატებას. შენ კი მეუნები წარმატებაზე ბევრს ლაპარაკობ, მაგრამ მე მეზიზღება ეცით. არა, მე მაგიტო ვთქვა. ეკი. ეგ ვიგულისხმე. ეკი. მე ვიგულისხმე ის, რომ შენ რეალურად მე ძალიან ბევრჯერ გადავაწყდი იმას, რომ წარმატების ამ ფორმულის სასტიკი წინააღმდეგი ხარ. უფრო მეტიც მე ვარაუდობ, რომ გეზიზღება ცოტა ეს ამ მუდმივი ფეტიში ამ წარწერას. იცი რატომ მე გავხსნი ამას, იმიტომ რომ წარმატება ეხლა რა სწორად მithქვამს ესე იგი. არა. შენ ყველაფერი სწორად თქვი. მე ასე ვთქვათ, სიცხადე შემოვიტანე. წარმატება ნახე როგორ რაღაც არის თუ შენ ამ სიტყვაში ჩადებ იმას, რომ შენ თვითრეალიზირებული ხარ, მაშინ არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს. მაგრამ ასე არ დებს ადამიანები. ადამიანებისთვის წარმატება არის კონკრეტულად ან ფული, ან ძალაუფლება, ან გავლენა, ან პოპულარულობა, ან ის რომ უბრალოდ რა ვიცი მე Facebook ლაიკები და გულები მინიმუმ.
გადაბრალება რაღაც მოვლენებზე საკუთარი ხო, აი, როდესაც შენ ამბობ, რომ შენ წარმატებული ხარ, შენ თითქოს და იტყვი ეგეთ რაღაცას, რომ რას დავთმობ მე იმისთვის, რომ წარმატებული გავხდე. და თუ აქ მორალურ კითხვაზე შენ დავანებოთ თავი მორალს და სიკეთეს, არა, შენ საკუთარ ცნობიერებას და შენ საკუთარ პიროვნულ დამოკიდებულებას თუ თმობ და შენ თუ აგრძელებ ცხოვრებას, როგორც ამას გკარნახობს გარემო და შენ ამ გარემოს ნაკარნახებში გინდა რომ პირველ ადგილზე გახვიდე და იყო წარმატებული, ხო? მაშინ შენ აი ფსიქოსომატიკაში ამოყოფ თავს. ანდრო, მშვიდად ხარ? მე კი ვარ მშვიდად. შეიძლება უხერხულად მშვიდადაც ვარ. რა მაგარი. გვათხოვეს მშვიდად ხარ. კი, გაჩუქე. ყოველთვის ასე იყავი ესე. არა, ყოველთვის რა თქმა უნდა არა ხარ. მე კითხვა კამერების მიღმა არ დამისვია, მართლა მაინტერესებს მშვიდად თუ ხარ. მე მესმის. ნუ შეძლებს და გვერდა ხარ მე არა ვარ ბუდა რომ 100%-იან სიმშვიდეში ვიყო და ჩემს გულს და ჩემ თვითონაც ბევრი რაღაცა შპოთში მოყავს. მუშაობ ისე ამ სიმშვიდესთვის. იცი რა არის მე ბუნებრივად გამოდის და მე გეტყვი რა არის ამის წამალი. დიდ მასშტაბში ყურებ. აი დიდ მასშტაბში რომ დაინახო შეიძლება თქვა რომ მთელი ეს ცხოვრება იმისთვის არის რომ და რაღაცა დასკვნაზე გახვიდე. მე ახლა აღარ დავასპოილერებ ვიღაცას. მაგრამ მე ვამბობ ეგეთ რაღაცას რომ თუ დიდ მასშტაბში შენ იტყვი, აი მარტივ რაღაცას ვამბობ, ბევრჯერ ლექციებში მეთქვი და ალბათ გამმეორდები. თუ შენ იტყვი რომ სიკვდილი აუცილებელია, აი მეტი რაღა უნდა გაშფოთებდეს. იმიტომ რომ სიკვდილის სილამაზეს თუ ხედავ, რომ სიკვდილი არის ფილტრი, რომელიც მარადიულს და არამარადიულს გამიჯნავს. მაშინ იტყვი რომ აკარგია ესე რო ვარ. აი მე რო ვიყო ღმერთი და მე რო შევქმნა რაღაცა სამყარო, აუცილებლად იმ სამყაროში და ციკლს შევქმნი. იმიტომ რომ უკვდავება გარყვნიდა ხალხს. იმიტომ რომ მაშინ ყველა იტყოდა რომ მე ვარ მართალი, იმიტომ რომ ჩემი სუბიექტურობაც მარადიული არის. და თუ მე ვაღიარე რომ სიკვდილი უნდა იყოს, მაშინ მითხარი სხვა რა უნდა იყოს, რომელმაც შეიძლება შფოთში ჩაგაგდეს. მე მესმის რომ ეს ჟღერს ესეთი პოეტურ ფილოსოფიურად და ვიღაცა იტყვის რომ მოდი ახლა მიწაზე ჩამოდი, მაგრამ მართლა ესეა. თვითონ რას ფიქრობ, ჩვენს გარემოში განათლების ადგილი არის, აი უჭირავს მას ადგილი თუ რაღაც ეს ძალიან სამომხმარებლო უნარების განვითარების მცდელობაში ვართ. მე ვხედავ იმას, რასაც ვხედავ. მე წლების განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტში ლექტორი ვიყავი და ალბათ უნდა ვთქვა, რომ იქ რასაც ვხედავდი, მაინც ეს იყო ელიტის ელიტა. ის ბავშვებს გულისხმობდა, თვითონ სისტემას გულისხმობდა. კავკასიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი ალბათ თითქმის საჩვენებელი დაწესებულებაა. მე არ ვიცი დღეს რა ხდება სკოლებში. მე რომ მითხრა რომ ხარ რაიონებში რა ხდება, ისიც არ ვიცი. შეიძლება ფანტასტიკა ხდება. არ ვიცი, რაც არ ვიცი, არ ვიცი. მაგრამ ერთი რაღაცა მაფიქრებს და ეს ერთი საფიქრალი ვიცი რომ მე ცოტათი ძველმოდური გავხდი ამას რომ ვფიქრობ და ეს კავშირში არის იმ ოჯახის ფასეულობებთან რადგან ვსაუბრობთ. უბრალოდ ოჯახის აღზრდელობას. აღზრდაში უნდა იყოს მარტო ის, რაც მე წარმატებამდე მიმიყვანს. აღზრდაში უნდა იყოს უბრალოდ რაღაცა სილაბუსი, რომელსაც მე მივყვები, თუ აღზრდაში უნდა იყოს მორალური ან რაღაც გარკვეული ზნეობრივი ფასეულობა. და მე მივიღებ ყველანაირი პასუხი. შენ თუ მეტყვი რომ სკოლა არ არის, არც ეკლესია, არც რაღაცა თეატრი, არც რაღაცა ადგილი, სადაც შენ უნდა გძერწო ფასეულობები, ვიტყვი რომ ოკეი, მაშინ გავიგე, მაშინ რაღაცამ უნდა შექმნას სხვა რაღაცა მექსიკსი. მაგრამ ის რომ აღზრდა იყოს მხოლოდ იმაზე მიმართული, რომ მე გამოვიდე წარმატებული, მე მგონია რომ საბოლოო ჯამში დამთავრდება იმით, რომ წარმატებულიც ვერ გამოვა. და დღევანდელ განათლებაში ეს ორი ელემენტი, წარმატება და მორალი როგორ ჯდება ერთმანეთში, არ ვიცი. ჩვენ ხო საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით 90-იანი წლებიდან მოყოლებული და ჩვენ თქვით რომ მორალური თემები ადამ სმითმა თავისი უხილავი ხელით უნდა მართოსო და მე დაუბერდი და მგონია რომ ის ადამ სმითის უხილავი ხელი რაღაცა მოიკოჭრებს და ბოლომდე არ მართავს რაღაცებს. ამიტომ ცოტათი დახმარება ჭირდება ხო. ხო, ეს ისე ვიმეორებ, ამას როცა ვამბობ, მე მგონი ცოტათი დინოზავრული ვარ, მაგრამ ნუ რა ვქნა ესე ვქნა.
რა საინტერესო ტერმინია. ხო, ну დინოზავრი არის, ოდესაც ეს პატარები მეძახიან დინოზავრს, იმიტომ რომ ძველი ვარ. საკუთარ თავთან ინტერაქციის მე მგონი გლობალურ პრობლემაში ვართ მთელი კულტურა ჩვენი. რატომღაც გახდა ამის წინააღმდეგი და ალბათ იყო არ ვიცი. ოდესმე ვიყავით ნეტა, ვინც საკუთარ თავს უსვამდით კითხვებს. ეს კულტურა გაგვაჩნდა, რას ფიქრობ? მე მგონი კი ანუ ეს ცოდნა გქონდა? იცი რა აიღე ნებისმიერ რამ, რასაც თვლი ქართულ კულტურაში გენიალურად. ყველაფერი სარკეს ჩახედვა. მე ქართული კულტურა მაგის გამო მიყვარს. ქართული კინემატოგრაფია, ქართული ლიტერატურა, ქართული რა ვიცი, ყველაფერი. იმიტომ რომ სარკე არის ჩვენთვის რელიგია. აი ჩვენ ხო ქრისტიანები მართლმადიდებლები ვართ და რეალურად ეს გასაგებია, ეს რელიგიური კონტექსტი არის, მაგრამ ამ რელიგიურ კონტექსტში შეიძლება ათასნაირი მიმართულება გქონდეს, ხო? არ გულისხმობ კათოლიციზმს და პროტესტანტიზმს და მართლმადიდებლობას. მე გულისხმობ, რომ შენი კულტურა რაზე აკეთებს აქცენტს. მე ვამბობ, რომ თუ რამეს ეთყობა, რომ სარკეში იყურება, ან ლექს, ან რაღაცა ფილმს ან მე ვიტყვი, რომ დედა როგორი ქართულია. ისე ვიტყვი, ეს ელემენტი ხან იკარგება, ხან ისევ ჩდება ხოლმე. კინემატოგრაფიაში დაიკარგა რაღაცა პერიოდი, მე ვთქვი, რომ რაღაცა უბედო, რომ მე ისევ გამოჩნდა რამოდენიმე ფილმები, სადაც ისევ ეს ელემენტი იყო. სარკეში ჩახვედის მომენტი, ხო? რა ვიცი, ხა მანდარინები წამომევიდა ხა და სხვა უამრავი. ამიტომ მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ქრება. რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა. და პრობლემა არის ის, რომ ისევ ვიმეორებ, ჩვენ გავტიკტოქდებით. ჩვენ კეთილს და ბოროტის საზომს ვუყურებთ Instagram-ზე და Facebook-ზე, იქ რა არის. და ჩვენ ვიღებთ ამას, როგორც აი ეს არის საზომი. კეთილის და ბოროტის. და ამას ფილტრი სჭირდება. მაგრამ უბედურება არის ის, რომ ეს ფილტრი ვეღარ იქნება ვიღაცა, რა ვიცი მე, კომუნისტური პარტია როგორც ჩემს ბავშვობაში იყო. იმიტომ რომ ჩემს ბავშვობაში ყველაფერი გაფილტროლე მოდიოდა. ამას პლუსიც ჰქონდა, მინუსიც ჰქონდა. ჩემს ბავშვობაში მე თავიდანვე მეუბნებოდი, რომ ვინ იყო გენიალური კომპოზიტორი. არავინ არ მეკითხებოდა მე რას ვთვლიდი, კარგი და ცუდი ვინ. მაგრამ ჩვენ მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდა. ეხლა ვინც გინდა იმას დაუძახე გენიალური. ვინც გინდა ის ჩათვალე კარგად ან ცუდად. და ამ დროს დაიკარგა პროფესიული და ობიექტური საზომი იმისი, რომ ობიექტური საზომი აღარ არსებობს. ობიექტური საზომი აღარ არსებობს. მაშინ მე უნდა თქვა ფილოსოფიური განცხადება. ჩვენ გარედან მოტანილი ობიექტურობა ავდექით და ჩავანაცვლეთ შინაგანი სამყაროდან წამოსული თავისუფლებით. და რეალურად რაც არის მისაღწევი, ეს არის შინაგან სამყაროში მიგნებული ობიექტურობა. რა დაგმართა მაგ ამბავმა? არაფერი, ეს აუცილებლად გასავლელი გზა არის. ამას უბრალოდ ვერ დაგეგმავს ხვანე. ზრდის პროცესია. ეს არის ჩვეულებრივი ზრდის პროცესი. რასაც მე ვიძახი ჩემს ლექციებში, სულ გავაწყალე გული, მაგრამ სულ ამ სიმდის გავიძახი. რეალურად ეს სიმდისი სხვა არაფერი არ თუ არა და ჩემი სუბიექტურობით მიგნებული ობიექტურობა. ანუ ეს არის გულწრფელი სუბიექტურობა, რომელიც ისე მე რომ ჯერა რომ ყველაშია სინდისი, ხა არ ვიცი რომ სინდისი, რატომღაც ჯერა რომ ყველა ადამიანში არის სინდისი, სხვადასხვა ხმით, მაგრამ მე მეცაც გეტყვი, შენ რომ მასე არ გჯეროდეს, შენ კითხვასაც არ დასვავდი, საერთოდ არც რესპონდენტიც არ გეყოლება, იმიტომ რომ შენ რახან ვინმეს ეკითხები რამეს, ეს აქტი შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ იმ ადამიანმა გააკეთოს, რომელსაც აინტერესებს. და რახან გაინტერესებს, შენ უშვებ, რომ ვიღაცამ შეიძლება რაღაცა ჭკვიანური გითხრას. და საზომი ამისი არა ის ვიღაცა არის, არამედ შენ ახარ. ამიტომ შენ უნდა დასვა კითხვა, ის გიპასუხებს, ის რას გიპასუხებს ერთია, მაგრამ შენ როგორ იაზროვნებ მეორე არის. მაგრამ თუ დამხვევა მოხდა მის გულწრფელობასა და შენს გულწრფელობას შორის, მაშინ შენ გაგეხარდება. თუ ეს სტრუქტურა მუშაობს, მაშინ გამოდის, რომ ეს მუშაობს მარტო იმიტომ, რომ ჩემში და შენში შიგნით ღრმად ერთი და იგივე რამე არის. მე სულ მომყავს ხოლმე მამარდაშვილის სიტყვები, რომ ის ამბობს, ცნობიერება მხოლობით რიცხვშია. რომ შენი ცნობიერება და ჩემი ცნობიერება ერთი და იგივე არის. რომ საბოლოო ჯამში ინდურათაც გეტყვი, რომ შენ ვარ მე. ან რა ვიცი, აი ჩემში არის ყველაზე წმინდა და ის იგივე წმინდა შენშიც არის. და არ ვიცი, ქრისტიანულად ვიტყვი, რომ რაღაცა მთელი ცათასასუფლებელი შენშია. და შენში სხვანაირი და ჩემში სხვანაირი კი არ არის, არა, ერთნაირად არის ეს. უბრალოდ აქამდე რომ გახვიდე შენ მე რომ მკითხოს კაცმა ერთი მარტივი საბარჯიშო გასაკეთებელი. არ უნდა მოითხოვო.
უბრალოდ შენ თავთან არასოდეს არ უნდა მოეთხოვე. და ეს არის სილამაზე. უბრალოდ ახლა ამასთან როგორ გადის ადამიანი? პირველი ეტაპი არის ის, რომ მე გარე ავტორიტეტს ვემონები. მეორე ეტაპი არის, რომ მე უბრალოდ თვითნება ვარ და მე ვიჩემებ, რომ მარტო მე ვიცი სამყაროში რა არის ჭეშმარიტება და არავის აზრი არ მაინტერესებს. ეს არის დღევანდელი ეპოქა. მესამე ეტაპი არის ის, რომ მე მივაგნებ იმას, რომ ჩემი სურვილის მიუხედავად სამყაროს ქონია კანონი და მე ისღა დამრჩენია, რომ ეს კანონი ვაღიარო და რახან მე გავიგე და არა დავემონე. მე მაშინ ამ კანონის თანაავტორი გავხდი. და ვერავინ ვერ იტყვის, რომ ამ სამს შენ თანმიმდევრულად არევა. არა, ჯერ უნდა გაიარო პირველი, მერე უნდა გაიარო მეორე, მერე უნდა გაიარო მესამე. და ეს არის საყოველთაო კანონი. ანდრო, შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი იყოს, მაგრამ ზოგადად რას ფიქრობ აგრესიის უკან რა დგას? და თუ გაქვს ხოლმე საერთოდ აგრესია რაღაც მომენტებში გიგრძნიან? მანახე ის კაცი აგრესია ვისე რა აქვს? აგრესია კი არა და შეიძლება დაუკრეფაშიც გადავიდეს ადამიანი. აგრესიის უკან ბევრი რაღაცა შეიძლება იყოს. ხო, იმიტომ ვარიდებდი ცოტა ამ იმიტომ რომ ნახე აგრესიის უკან შეიძლება რეალურად სამართლიანობის გრძნობა დგას. ოღონდ ეს სამართლიანობა სუბიექტური არის თუ ობიექტური არის, ამაზე შეგვიძლია ვიდაოთ დიდი ხანი. არავინ არ ამბობს, რომ მე აგრესიული ვარ, იმიტომ რომ უბრალოდ მინდა რომ აგრესიული ვიყო. ყველა იტყვის, რომ აგრესიული ვარ, იმიტომ რომ და რაღაცა მიზეზს მოიგებს. და ის მიზეზი იყო აუტანელი და ის მიზეზი იყო მიუღებელი. ერთ კითხვა სხვა რამეშია, არა ის რატო ხარ აგრესიული, ან რა ფორმით ხარ აგრესიული. კითხვა ის არის, რომ შენ რა მიგაჩნია, რომ არის საბრძოლო, პასუხგასაცემი და ისეთი სივრცე, როდესაც აგრესია გამართლებული. მე არ ვამბობ, რომ აგრესია არ არის ყოველთვის ცუდია. არა, აგრესია გამართლებულია, თუ კი უსამართლობაზე მიდგა საქმე. თუ შენ გამთელავ და სულში ჩამახურთხებ, მაშინ ჩემი აგრესია იქნება პასუხი და არა ინტენცია, ხო? ამიტომ ეს აგრესია თითქოს რაღაცა შუა მომენტში არის, ხო? არსებობს ესეთი რაღაცა ჟურნალისტებს ასწავლიან ხოლმე, რამდენიც მე ვიცი, რომ ესეთი ერთი ტიპი რომ დანით რომ მოსდევს, კარიკატურა არის ეს დახატული და კადრს ესე აიღებ თუ ესე აიღებ, ორი სხვადასხვა სურათი ჩანს რა. ხო და ამიტომ აგრესია არის ძალიან zoom in-ში დანახული რაღაცა მომენტი. დიდ სურათში მანახე და დიდ სურათშიც თუ აგრესია დარჩა ბოროტებად, მაშინ დაგეთანხმება. მაშინ ყველაზე დიდი სურათი უნდა აიყო, რაღაცა კოსმოსი უნდა აიყო და აი კოსმოსის დონის მასშტაბში თუ ეს აგრესია დარჩა აგრესიად და გაუმართლებლად და არა პასუხად რაღაცისას და არა დაბალანსებულად. მაშინ გეტყვი რომ ის ბოროტება. თავისთავად აგრესიაზე ვერ იტყვი რომ ბოროტება. ხშირად ატარებ საჯარო ლექციებს. საჯარო ლექციებს ვატარებ ფაქტიურად კვირაში 5 დღე. თუ მეტი არა. რა არის მოთხოვნა ამ საჯარო ლექციების? მე რამოდენიმე ფრონტი მაქვს. მე მაქვს კორპორატიული მხარე, როდესაც კომპანიებთან ვმუშაობ და ალბათ იქ აი ეს კორპორატიული კულტურები უფრო ჩემი საქმე არის, мотиваციის თემები. და მეორე მხარე არის პირწმინდა ფილოსოფიური მომენტი, რომელიც მე მიყვარს და რომ მითხრა, რაზედაც კიდე ელაპარაკეო, აქეთკენ წავა. თუმცა მე ყოველთვის ვცდილობ, რომ ამ ორ შორის იყოს კავშირი. მე ცალკე მენეჯმენტის თეორიები არ მაინტერესებს, თუ კი ის ფილოსოფიურად დაღრმავებული არ არის და მე იდეაში უნდა ვთქვა, რომ ესეთი ფილოსოფიაც არ მაინტერესებს, თუ კი რაღაცა პრაქტიკული ელემენტი არ გადის. ხო, ამიტომ აი ეს ორი თემა არის, ეს არის ჩემი. აი ეს შერწყმა მენეჯმენტის და ფილოსოფიის. აჰა. რა საინტერესო არის, როდესაც თუნდაც კომპანიები ალბათ ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ ადამიანები მე ამ შემთხვევაში თქვენზე არ მაქვს საუბარი, ადამიანები გეკონტაქტებიან, იმიტომ რომ ცნობილი ტიპი ხარ და ადამიანები გეკონტაქტებიან, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ რეალურად საინტერესო საქმეს აკეთებ. მაგრამ ის ხაც კომპანიის ხელმძღვანელები, რომელსაც აი ამ ტიპის საჯარო ლექციები თანამშრომლებისთვის სჭირდებათ და უნდათ რომ არის ფილოსოფია და რაღაცა მენეჯმენტი. მე გულწრფელად გეტყვი, რომ მე თვითონ მიკვის და ვხედავ ტენდენციას, რომ ეს ფილოსოფიური ელემენტი ადამიანებს აინტერესებს და კორპორატიულ რეალობაში აინტერესებს. ეხლა ისე რომ აინტერესებს, გასაკვირი არაფერია. რაღაც ვერ გაუმკლავდნენ, იცი, რაღაცები გაუფუჭდათ ალბათ დროში და იმიტომ მე კიდევ იმას ვაბრალი, რომ ბევრი მენეჯერი არის ჩემსავით დინოზავრი, მწვავანებას დაასაკმაყოფილებს. და ისინი მართავენ ჯენზი მილენიალებს. და ის ჯენზი მილენიალები სვავენ ფილოსოფიურ კითხვებს.
და მათი мотиваცია უნდა იყოს ფილოსოფიურად გამართლებული და არა უბრალოდ ხელფასი. ამ ხალხს შენ ვერ მართავ მასლოს პირამიდის მეორე და პირველი საფეხურის мотиваტორებით. რომ მოდი ხელფასი და რაღაცა და კომპიუტერი და ინგლისური თუმცი და ხელფასი გექნება და ბონუსი და არა, იმას მაღალი мотиваტორი აინტერესებს. ეს კარგად ცხოვრება მოიტანა, მეთმა კი არაფერი. მაგრამ აქ არის საუბარი ეგეთ რაღაცაზე, რომ მაშინ უკვე აღმოჩნდება, რომ კორპორატიულ ზონაში შენ გჭირდება ფილოსოფიის შემოტანა. თუნდაც мотиваციის მიზნით. რასაც მე ვხსნი კომპანიებთან არის ის, რომ არ მჯერა არც კორპორატიული პატრიოტიზმის, არც ის, რომ მე უნდა შევეწირო ეხლა ჩემი კომპანიის დამფუძნებლების კეთილდღეობას. რასაც მე მჯერა არის ის, რომ მე უნდა განვითარდე და მე თუ დავამთხვიე ჩემი პიროვნული განვითარება კორპორატიულ განვითარებას, მაშინ აღმოჩნდება, რომ მე სადაც დავდივარ სამსახურში, ყოველდღე გამიხარდება ეს, ბედნიერი ვიქნები ამით. გავიზრდები კიდევაც. და სასიამოვნოც კი იქნება ეს ჩემთვის. და ბუნებრივი мотиваტორია. თუ შემეკითხები, ვისი საქმე არის ის, რომ ეს ორი რამ დაემთხვას ერთმანეთს, კომპანიის ზრდა და პიროვნული ზრდა. მე გეტყვი, რომ ეს არ არის მენეჯერის საქმე, ეს არის შენი საქმე. შენ უნდა მოიფიქრო, რომ გააკეთო ამ კომპანიაში რაღაცნაირად ისე, რომ თან განვითარდე და თან კომპანია განვითარდეს. მე მესმის რატომაც მეპატიჟებიან, იმიტომ რომ ამას როცა ვამბობ და ამას როცა ვყვები და ამას როცა ვანვითარებ ამ აზრს, ეს მენეჯმენტს მოსწონს. იმიტომ რომ თუ კი მენეჯმენტი მეტნაკლებად ჯანსაღი არის, ის ამბობს, რომ მე განვითარებული ადამიანებისგან მინდა რომ ავაგორო ჩემი კომპანია. მე არ მინდა რომ რაღაცა ჯარისკაცულ სტილით, რაღაცა ჯარის სტილით მართო კომპანია, სადაც ყველა იქნება მორჩილი და მე ვბრძანებ და ისინი აღასრულებენ. არა, მე მინდა რომ შეგნებული ხალხი იყოს. ანუ მე რასაც ვქადაგებ იმას, რომ აი ეს შეგნებული ხალხი რაღაცა მესამე ზონაში უნდა შემოიყვანო, როდესაც ადამიანი მიხვდება კანონზომიერება რა არის და ამის კომაგი იქნება მე. ეს იდეაში მენეჯმენტსაც აწყობს ეს ფილოსოფია. და ამიტომ რაღაცა თანხვედრა არის ეს. იდეაში ამიტომაც ვამბობ მე, რომ მე ვხედავ სად ებმევა ერთმანეთს ფილოსოფია და მენეჯმენტი. ახსენე შენ ჯენზი, მილენიუმი და ასე შემდეგ. ამ თაობებს შორის კაფეოთ ხედავ შენ პირადად განსხვავებას მართლა? მე არ გამოვდგები მაგის ექსპერტად. მე ისიც არ ვიცი ზუსტად სხვა არის და ეხლა რომ მკითხა მილენიალად თუ ისწვლიან და ჯენზი თუ ისწვლიან, არც ვიცი სწორი პასუხი. მაგრამ მე ვიცი ამ ხალხს რა ფილოსოფიას ატარებს ეს ხალხი. მე ზუსტად ვიცი რატომ ვცემ ამ ადამიანებს პატივს, იმიტომ რომ ეს ხალხი ჩემგან განსხვავებით თავისუფალ ნიადაგზე დაიბადნენ და ეს ხალხი ნაკლებად მოწამლულები არიან. უბრალოდ მე ვამბობ იმას, რომ სადაც ეს ხალხი არის თავისი აზროვნებით, მაგის შემდეგ კიდევ ერთი ნაბიჯი არის. ანუ ის, რომ თავისუფლება არ არის ბოლო ეტაპი. თავისუფლება შუა ეტაპი არის. თავისუფლება იწყება გავბედეთი და გავბედეში ეს ხალხი ძალიან მაგრები არის. სრული პატივისცემა ჩემგან. მაგრამ თავისუფლება მთავრდება გავიგეთი. აი, როდესაც შენ გაიგებ, შენ უნდა აღიარო, რომ უი გავიგე. და მაშინ სად მიდის თავისუფლება? მაშინ აღარ არის შენ თავისუფლება. და ეს არის, რასაც ან ვერ მიგებენ, ან ხშირად მე პინგ-პონგის თამაში მიწევს, ან ხმალაობა მიწევს. რატომ? მათ გონიათ, რომ თავისუფლება ეს არის ბოლო. იმიტომ რომ, როდესაც შენ ახალგაზრდა ხარ, ასეც უნდა იფიქრო. მეც მასე ვიყავი და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და ჯანმრთელი. შენ როდესაც ახალგაზრდა ხარ, შენ ფიქრობ გაბედვას. შენ არ ფიქრობ იმაზე, რომ ერთ-ერთ დღეს წაიტეხავ სხვას, იმიტომ რომ აღმოჩნდები სამყაროსეული კანონზომიერების წინაშე და მერე იტყვი, რომ უი ობიექტურობა თურმე არსებობს. შვაში რო ხარ, უნდა თქვა, რომ ობიექტურობა არ არსებობს. და ამაში ვინ თქვა? აი ვინ თქვა, რომ ესია და არა ისია? აი ეს არის შვაში. და ბოლოში ამბობ ეგეთ რაღაცას. მე ვთქვი. ნუ რელიგიურად გეტყვი ამას. არა მე, არამედ ქრისტე ჩემში. და ქრისტე ჩემში არის სიმბოლო იმისი, რომ რაღაცა ყოფილა ობიექტური. ქრისტეს ხათრით კი არ ვამბობ ამას, რომ რახან ქრისტემ მითხრა კაი ჯანდაბას დავეთანხმები. არა, ქრისტე ჩემში ნიშნავს, რომ ესია, იმიტომ რომ ესია. იმიტომ რომ მივხვდი, რომ ესია. გავიგე ესე. გავიგე. ხო, ჩემთვის ქრისტე გავიგეს სიმბოლო არის. და არა ერთპიროვნული
ისტორიული თუ ღვთაებრივი თუნდაც პიროვნება, რომელსაც ეხლა მე უნდა დავემონო, იმიტომ რომ როგორ კაცო ის ღმერთი. მე საინტერესოა. უნდა გავიგო ის. დიახ. ხოდი? ანდრო და ბოლო კითხვა, ჩვენი თაობის ადამიანები, რომლებიც თავისუფლებაში ჩარჩნენ. აჰა. ვინები არის? გაშვებია. მოდი ესე იგი ლამაზად შევეცდები რომ ვიტყვი. ეს არის ხალხი, რომელსაც მარადმწვანე ესე იგი ახალგაზრდები არის. სიმწიფეზე ვარის მთქმელი ხალხი. რა ტიპის ტრიგერია ეს? რა ხდება მაგ დროს? თუ ახლა რომ დაღვინდე უნდა დამჟავდე და ახლა ებრძვი მაგას. აი ის აქ მეტი სიცოცხლე. მე გეტყვი კითხვას, რომელსაც მე ხშირად მისვამ. აი მე ბატონო დრო ეს ყველაფერი კი მოყევი მთელი კემბელის რაღაცა გზა მოყევი, გახტობის გზა მოგვიყევი, ინიციაცია მოყევი, ყველაფერი მოყევი. ბოლოში რა ხდება და ბოლოში რომ ავხწერ რაც ხდება. სპეციალურად ერთ-ერთი ფილმი არის, შეიძლება ნანახი აქ ეს ფილმი, მიყვარს ხოლმე ამ ფილმის გარჩევა. ეს არის გერმანულ-იაპონური ფილმი Perfect Days, იდეალური დღეები. ეს არის ადამიანზე, რომელიც ტუალეტს ალაგებს, ვიღაც იაპონელი ტიპი. მთელი დღე ალაგებს ტუალეტს. ოღონდ ალაგებს პერფექციონისტი არის. მე არაფერი არ ხდება ფილმში. ბოლო კადრი არის, რომ ეს კაცი არის ბედნიერი, მეტი არაფერი. რითი არის ბედნიერი? არაფრით. ანუ რომ მეტყვი ბოლოში რა ხდება, გეტყვი რომ აი ეს ხდება. მაგრამ შენ თუ არ ახარ მზად, მაშინ მეტყვი რომ ვაიმე რა დებილობაა ეს. და მე გეტყვი რომ ოკეი, ესე იგი შენ აქ ახარ, მაშინ შენ ჯერ ახალგაზრდა ხარ. გილოცავთ თქვენ ახალგაზრდა ხარ. ხვდებით ახლა? აბაშია საქმე. გზაში ვარკვევდით რაღაცებს. ყველა თემა ხო ეს თემაა. ვერ გელევი და მაინც გამოვშო. ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ რატომ უნდა იყო ბედნიერი ადამიანი? აუ მაგაზე ძალიან მარტივი პასუხი მაქვს. იმიტომ რომ ვარ. всё. მადლობა ძალიან დიდი. შენ მადლობას ვერ კიდევ. მადლობა ანდრო და მომავალ შეხვედრამდე.